გამარჯობა მეგობრებო, დღეს დაიწყო საფეხბურთო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, ის რასაც მთელი მსოფლიო ამდენი წლის განმავლობაში ელოდებოდა. და დღეს ოფიციალურად სტარტს აიღებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში, რადგან როგორც იცით, პირველად ისტორიაში 48 გუნდი მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ლევანდელზე და იქნება 104 მატჩი და ამ ჩემპიონატს ერთდროულად უმასპინძლებს 3 ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა და დღეს სწორედ მექსიკაში გაიმართება პირველი მატჩი, გახსნითი მატჩი და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ სწორედ ამ მატჩზე, ამ მატჩზე ასევე სხვა მატჩებზე და ძირითადად ჩვენ იცით რომ ამ სერიაში ვისაუბრებთ კომაგებზე, საინტერესო ამბებზე და რა თქმა უნდა თამაშების შესახებ, როგორც საფეხბურთო ნაწილზე, ასევე კულისებს მიღმა თუ რა ხდება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე. პირველი თემა რაც გვაქვს დღეს ეხება FIFA-ს და როგორც იცით, ბილეთების ფასებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დიდი უკმაყოფილებაა და ბევრი გულშემატკივარი დიდი ხანია წერს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახვა სტადიონიდან, ტრიბუნებიდან წელს უფრო ძვირი დაждდება, ვიდრე წინა ტურნირებზე. და ამისთვის ზოგიერთ კომაგი ღიად აკრიტიკებს FIFA-ს და ამბობს, რომ კიდე რადიკალურ განცხადებას აკეთებს, რომ და ამბობს, რომ ფეხბურთი უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება კომაგებისთვის. ამავე დროს ეს ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დღიურების პირველ ვიდეოში ვისაუბრეთ, ახლა კი დაემატა კიდევ ერთი სკანდალი, რამდენიმე ადამიანმა, როგორც ჩანს, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შეცდომით მიიღო ბილეთები, რომელიც მერე მოგვიანებით გაუქმდა. და შეიძლება წარმოიდგინო, რომ მოგზაურობას გეგმავდა თან როგორი ძვირია მოგზაურობა, ხო? შუალთა ამერიკის კონტინენტზე და შემდეგ ეუბნებიან, რომ შენი ბილეთი გაუქმებულია, ძალდაკარგულია და ცხადია, ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და დიდი განხილვა, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში. მაგრამ დღევანდელი მთავარი მოვლენა და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში არ არის ბილეთები, დღეს მთავარი მოვლენა არის გახსნითი მატჩი. მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მექსიკის ეროვნული ნაკრები და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები. სხვა შორის სამხრეთ აფრიკა 2010 წელსაც გახსნით მატჩი თამაშობდა, სადაც თავად იყო მასპინძელი. მაშინ სამხრეთ აფრიკაში ის ჩემპიონატი მერე ესპანეთმა მოიგო. დღეს კი ისტორიულ სტადიონზე ასტეკაზე გაიმართება ეს შეხვედრა და ამ შეხვედრით დაიწყება მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი. 2010 წელს მათ შორის სამხრეთ აფრიკა მექსიკით გაიხსნა. ხო ეს მე არ მახსოვდა მექსიკა, აი ოთო მახსენს კაცს მიღმა, რომ მაშინაც მექსიკას ეთამაშა სამხრეთ აფრიკაო. მაშინ იგივე თამაში მეორდება, რაც იყო 2010 წელს ჩაბალალამ გაიტანა ერთი გოლი მახსოვს. მსოფლიოს ჩემპიონატებზე სენსაციები მართლაც ყოველთვის ხდება და ეს სწორედ აი სამხრეთ აფრიკის მაგალითი ერთ-ერთია, ასევე სენეგალის მაგალითი ბევრს ახსოვს საფრანგეთთან და სხვა სენსაციური ანგარიშები, რაც დაფიქსირებულა მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მათ შორის გახსნით მატჩებზეც. ამის გარდა დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, დღეს სიმბოლურად საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხვალ არის რეალურად საქართველოს დროით ეს მატჩი, მეორე მატჩი. სამხრეთ კორეა ეთამაშება ჩეხეთს და თუ სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა არის საქართველოს დროით 11 საათზე, აი სამხრეთ კორეა, ჩეხეთი არ არის ნამდვილად კომფორტულ დროს საქართველოსთვის, რადგან ეს მატჩი გაიმართება საქართველოს დროით დილის 6 საათზე და ამის გათენება ჯობია, რომ პირდაპირ დილით ადრე გაიღვიძოთ და თუ ვინმეს გაინტერესებთ სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, მიადევნოთ თვალყური. ამ ორ მატჩში, რა ვიცი, მე ვარაუდობ, რომ გაიმარჯვებს მექსიკა და გაიმარჯვებს სამხრეთ კორეა, რადგან მექსიკა მაინც ფავორიტია და სამხრეთ კორეაც ალბათ, რადგან სწრაფი და აგრესიული ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, ჩეხეთს დაამარცხებენ. მაგრამ არც ჩეხეთი არის ამ ხრივ სუსტი ნაკრები, საკმაოდ კარგ ფორმაში ჩავიდა მექსიკაში და ბევრი ანალიტიკოსი სწორედ ჩეხეთს ანიჭებს ოპერატივობას ჩემგან განსხვავებით. ამიტომ ეს დაძაბული ბრძოლა იქნება ჩეხეთი სამხრეთ კორეა, რაც შეეხება სამხრეთ აფრიკა მექსიკას, აქ ჩემი აზრით 2-0 ან 2-1 მოიგებს მექსიკა. ოთო შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ ორივე მატჩი დამთავრდება ფრედ. ეს უფრო თამამი განაცხადია. მე უფრო მარტივი ანგარიშები ავირჩიე მექსიკის მოგება და სამხრეთ კორეის მოგება.
სანამ სხვა მატჩებზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ ამ ვიდეოების სერიას, ჩვენ პერიოდულად ან ყოველდღე, ან მეორე დღე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვიდეოებს, სადაც მოგიყვებით თუ რა ნიუსები არის მსოფლიოს ჩემპიონატიდან და ასევე რა სკანდალები ფიქსირდება მექსიკაში, ამერიკაში და კანადაში. მსოფლიოს ჩემპიონატის ირგვლივ და რა თქმა უნდა, გეტყვით თუ რომელი თამაში როდის გაიმართება და არის თუ არა ხელსაყრელ დროს რომელიმე თამაში საქართველოს დროით. როგორც გითხარით 48 ნაკრები თამაშობს და 104 მატჩი იქნება, 3 მასპინძელი ქვეყანა და რამდენიმე ქალაქში გაიმართება, რომელიც ერთმანეთისგან არის საკმაოდ მანძილით დაშორებული ამერიკაში, მექსიკაში და კანადაში. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია მატჩების უმეტესობა ნაწილი საქართველოს დროით დილით გაიმართება შუაღამისას, მაგრამ რაღაც თამაშების ნაწილი საკმაოდ კომფორტულ დროს არის საქართველოს დროით განსხვავებით იქ, იმიტომ რომ იქ დღისით ათამაშებენ ამ ფეხბურთელებს, რათა ისინი ევროპულ დროს მოერგონ ეს მატჩები. ფავორიტები არიან, რა თქმა უნდა, არგენტინა, ბრაზილია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ხიბლიც ხო ისაა, რომ ფავორიტები ყოველთვის არ იმარჯვებენ. მოდი ახლა გადავხედოთ ხვალინდელ შეხვედრებსაც. ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩართვებიან დანარჩენი მასპინძლები კანადას და ამერიკაც. კანადა შეხვდება ბოსნია-ჰერცეგოვინას და ჩემი აზრით ბოსნია მოიგებს ამ მატჩში, ხოლო რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის პარაგვაის დაუპირისპირდება და აქ სიმართლე გითხრათ, მე ალბათ უფრო ვარაუდობ, რომ ამერიკა მოიგებს, მაგრამ ფრედს მგონია, რომ ახლა ასეთი ფავორიტი ამერიკა ამ მატჩში არ არის, თუ პირიქით პარაგვაი არ არის ამ მატჩში ფავორიტი. რაც შეეხება სათამაშო დროებს, კანადა-ბოსნია გაიმართება 11 საათზე ხვალ, ხოლო ამერიკა-პარაგვაი გაიმართება ზეგდილით დილის 5 საათზე. ეს არის ორი სათამაშო დღე. ამის მერე უკვე ითამაშებს ყატარი, შვეიცარია 11 საათზე. ეს უკვე არის საქართველოს დროით 11 საათზე 13 ივნის, ხოლო ღამის 2 საათზე უკვე რამდენიმე საათში ბრაზილია-მაროკო იქნება, ხოლო დილის 5 საათზე ჰაიტი-შოტლანდია. ყატარი შვეიცარიასაც შეეხება, აქ მე ვარაუდობ, რომ ალბათ შვეიცარია მოიგებს, მაგრამ ყატარიც კაი ბრძოლას გაუმართავს, რაც შეეხება ბრაზილია-მაროკოს, ეს საკმაოდ კარგი თამაში იქნება, მაგრამ მაინც ალბათ ბრაზილია მოიგებს. ჰაიტი-შოტლანდია ძალიან მხიარული თამაში იქნება, რომელშიც მეც ვარაუდობ, რომ ალბათ შოტლანდია მოახერხებს ამ მატჩში გამარჯვება. სოთო შენ რას ფიქრობ? ყატარი შვეიცარიაზე. ყატარი შვეიცარიაზე, შვეიცარია ალბათ დიდი სხვაობით მოიგებს და ბრაზილია მაროკოში ვერ დაგეთანხმები, მე მგონია რომ მაროკო მოიგებს. ეს ის თამამი განაცხადია. ჰაიტი-შოტლანდია? ჰაიტი-შოტლანდია ალბათ ან 3-1, ან 4-1 დიდი სხვაობით მოიგებს შოტლანდია. კანადა-ბოსნია და ამერიკა-პარაგვაიც და კანადა-ბოსნიაში ალბათ ერთი ბურთის სხვაობით მოიგებს კანადა და ამერიკა 2 ან მეტი ბურთის სხვაობით მოიგებს. აი მე კანადის მოგებას შეიძლება ვარავ, მაგრამ არ მინდა რომ მინდა რომ ბოსნიამ გაიმარჯვოს ამ მატჩში. მე ვქომაგობ ბოსნიის გამარჯვებას, მაგრამ კანადა საკმაოდ კაი გუნდია და ალბათ მოახერხებს. ჩვენ ამ ვიდეოთი და წინა ვიდეოთი დავიწყეთ მსოფლიოს ჩემპიონატის დღიურები. თვალყური მიოდენოთ კიდევ ერთხელ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თქვენი პროგნოზები ამ მატჩებთან დაკავშირებით, რა მატჩებზეც ვისაუბრეთ ამ ვიდეოში.